გასულ კვირას ივანიშვილის პოლიციამ გზის გადაკეტვისთვის 5000 ლარით დამაჯარიმა. ახალი კანონმდებლობით გზის გადაკეტვისთვის ჯარიმა 10-ჯერ გაიზარდა და მისი დაკისრება მოქალაქისთვის სასამართლოს განაჩენის გარეშე რიგით პოლიციელსაც შეუძლია. თუ რეჟიმმა თქვენი დაჯარიმება გადაწყვიტა, ჯარიმების ჩაბარების მიზნით თქვენ დაგიკავშირდებიან პოლიციიდან, რომელსაც უნდა უთხრათ, რომ ჯარიმა რეგისტრაციის მისამართზე პოსტით გამოგიგზავნა. კანონმდებლობის მიხედვით, პოლიცია ვალდებულია ჯარიმის ჩაბარება თქვენს რეგისტრირებულ მისამართზე ორჯერ სცადოს. თუმცა ვინაიდან რეჟიმის რეპრესიული აპარატი კანონმდებლობის საზღვრებს არ ცნობს, ზარის მიღების შემდეგ თქვენი ჯარიმა შესაძლოა პირდაპირ ელექტრონულ პორტალზე აიტვირთოს, რის შემდეგაც თქვენ გეძლევათ 10-დღიანი ვადა იმისთვის, რომ ჯარიმა გადაიხადოთ. ამ ვადაში თქვენ ჯარიმის გასაჩივრება შეგიძლიათ. იცოდეთ, რომ გასაჩივრების შემთხვევაში, მანამ სანამ სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს და გასაჩივრების სრული პროცესი არ დასრულდება, თქვენ ჯარიმის გადახდა არ მოგიწევთ. იმის მიუხედავად, აპირებთ თუ არა ჯარიმის გადახდას, უმჯობესია ის სასამართლოში გაასაჩივროთ. გარდა იმისა, რომ გასაჩივრება ჯარიმის აღსრულების პროცესში აყოვნებს, სასამართლოში შესული ასობით და ათასობით საჩივარი სისტემას გადატვირთავს და რეჟიმს საქმეს გაურთულებს. ჯარიმა პოლიციაში საჩივრდება ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში. თქვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სახელზე უნდა დაწეროთ წერილი და მიიტანოთ შინაგან საქმეთა სამინისტროში ან ელექტრონულად გააგზავნოთ შესაბამის მეილს. საჩივართან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას პოლიცია მიიღებს 30 დღის ვადაში. ცხადია, საპატრულო პოლიციის მიზანია პასუხი რაც შეიძლება მალე დაუბრუნოს საჩივრის ავტორს. აქაც მათი ოპერატიულობა ჩვენს მოქნილობაზეა დამოკიდებული. მეტი საჩივარი სისტემას მეტად გადატვირთავს და შესაბამისად გააჭიანურებს საჩივარზე გადაწყვეტილების მიღების პროცესს. მას შემდეგ, რაც სავარაუდოდ საჩივარზე უარყოფით პასუხს მიიღებთ, ჯარიმას ასაჩივრებთ საქალაქო სასამართლოში, პასუხის მიღებიდან 10 დღის ვადაში. იმის გამო, რომ საქალაქო სასამართლო გადატვირთულია და მასში სულ რაღაც სამასი მოსამართლე მუშაობს, სავარაუდოდ პროცესი თვეების ან კვირეების შემდეგ ჩაინიშნება. იმ შემთხვევაში, თუ საქალაქო სასამართლომ მოახერხა თქვენი საქმის განხილვა და უარი გითხრათ საჩივარზე, საქმეს ასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში, სადაც კიდევ უფრო ნაკლებ მოსამართლეს უწევს გადატვირთულ სისტემასთან გამკლავება. მას შემდეგ, რაც ყველა პროცედურას გაივლით და ჯარიმა ძალაში დარჩება, გრჩებათ ორი ვარიანტი. თუ გადაწყვეტთ ჯარიმის გადახდას, შეგიძლიათ მიმართოთ ამ ფონდებიდან ერთ-ერთს, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლს და პროსპერიტი ჯორჯიას და ისინი ფინანსურად აგეხმარებიან ჯარიმის გადახდაში. თუ მთელ ამ პროცესში უფასო იურიდიული კონსულტაცია დაგჭირდებათ, მოგმართეთ ჩვენ, ფედერალისტების ცხელ ხაზს, რომელიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობს რეპრესიების მსხვერპლი მოქალაქეების დასახმარებლად ან დარეკეთ სამოქალაქო ორგანიზაციების ცხელ ხაზზე, სადაც მოქალაქეებს ასევე სთავაზობენ უფასო იურიდიულ დახმარებას. იმ შემთხვევაში, თუ რეჟიმისთვის ხარკის გადახდა არანაირი ფორმით არ გსურთ, შეგიძლიათ აირჩიოთ გზა, რომელიც მეც ავირჩიე და არ გადაიხადოთ ჯარიმა. ამისათვის აუცილებელია, რომ თქვენ სახელზე არ გქონდეთ არანაირი ქონება და არ გერიცხებოდეთ ხელფასი ან სხვა შემოსავალი თქვენ სახელზე არსებულ საბანკო ანგარიშებზე. ამგვარად თავიდან აირიდებთ ყადაღას საკუთარ ქონებაზე და საბანკო ანგარიშების დაყადაღების შემთხვევაშიც ფინანსურ ზიანს არ მიიღებთ. რა გზაც არ უნდა აირჩიოთ, გახსოვდეთ, რომ რეჟიმის ცვლილების შემდეგ ყველა უკანონო დაკისრებული ჯარიმა უკან დაგიბრუნდებათ და ამაზე ფართო პოლიტიკური კონსენსუსი უკვე არსებობს.